მომდევნო პრემიერა იმართება უკვე ეს არის მეორე გუშინ გავაშუქეთ კიდევაც სისტემა რომ კიდევ ერთი პრემიერა მზადდება დღეს კიდევ მეორე პრემიერაზე ვისაუბრებთ და ძალიან სასიხარულო ამბავია ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის ჩვენი მაყურებლისთვის იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ არის ანშლაგები და შეუძლებელია უკვე თითქმის ბილეთის პოვნა და კულტურა რომ ესე ვითარდება და ამდენი მაყურებელი ყავს და ახალი სპექტაკლები იდგმება მსახიობებიც არიან დაკავებულები ეს ჩვენი შემოქმედებითი გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ პრემიერასთან დაკავშირებით ახლა მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრების სტუდიაში რომლებიც ესე ძირფესვიანად გაგვიზიარებენ ინფორმაციას გიორგი სიხარულიძე რეჟისორი და მიშა ხომიძე მსახიობი მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო დარწმუნებული ვარ ესეთ რეპეტიციების აურზაურში ხართ და ეს შესაძლოა ჩვენ დაგვითმეთ. მოკლედ მომდევნო პრემიერაზე უნდა ვისაუბროთ. გაგვიზიარეთ. შუადღემშვიდობის მადლობა მოწვევისთვის. მართალს ვბრძანებთ ეხლა პირდაპირ სარეპეტიციო დარბაზიდან მოვდივართ. არის ძალიან კარგი ფუსფუსი წინა საპრემიერო და ყველანი მოუთმელად ველოდებით 21-ს პირველ საპრემიერო დღეს, როდესაც მაყურებელს უნდა წარუდგინოთ საუკუნის და 2000 წლის წინანდელი დაწერილი ქართული დრამატურგიის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში ღალატი სუმბათაშვილის, რომლის პრაქტიკულად თანამედროვე ინტერპრეტაციას ვაკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ როცა ამდენი ხნის წინ დაწერილი პიესაა, გინდა არ გინდა ენა არქაულია და ითხოვს ადაპტირებას, რომელიც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მსახიობთან ერთად გავიარეთ სამაგიდო რეპეტიციებზე და აი ახლა უკვე მიმდინარეობს რეპეტიციების სცენაზე, ის ბოლო რეპეტიციები, რომლის დაგვირგვინებაც იქნება 21-ში, 22-ში და 24-ში. შვენიერი, ბათუმის დრამატულ თეატრში თქვენ პირველად არ ბრძანდებით, უკვე მეორე სპექტაკლს ამზადებთ, ესე ვთქვათ, და ძალიან კარგად იცნობთ დასსაც. პირველი სპექტაკლით საკმაოდ წარმატებით იყო, ძალიან შეუყვარდა ბათუმელ მაყურებელს ედით პიაფი, ჩვენი უნიჭერესი მსახიობი მაია ცეცხლაძე ასრულებდა ამ როლს და ჯილდოც კი მიიღო ვერიკო ანჯაფარიძის. ანუ ისე თქმა მინდა ეხლა ამ ყველაფერს რომ ისეთი სიტყვეთი და სიყვარულით ხართ ჩვენს დასთან რომ ეხლა განაწილებაში უკვე სხვა მსახიობები არიან თითქმის სრულ დასთან მოგიწიათ ესე რომ გავაერთიანოთ ორივე სპექტაკლი. თუ არ ჩავთვლით დათო ჯაყელს და კახა კობალაძეს კი ბატონო, მაგრამ მიშიკო ხომიძე აი ახლა თქვენთან ახლად თანამშრომლობს. გამიზარეთ დამოკიდებულება მსახიობებთან, პერსონალთან, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ორგანიზმისთვის, რომ შეიქმნას გენიალური ნაყოფი აი ამ მუშაობის. რა თქმა უნდა, ჯერ კიდე გიგალორთქი ფანძესაა გენიალური ფრაზა, რომ ზუსტი განაწილება ეს არის სპექტაკლის წარმატების 75%. შესაბამისად მართალს ბრძანებთ, როცა ვიცოდი, სად ჩამოვდიოდი, რომელ თეატრში ჩამოვდიოდი, ჩემ და საბედნიეროდ ამ დას კარგად ვიცნობ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ეხლა ვინც ყავს დაკავებული არ შევხედრი ვარ, მათ ვიცნობ, თეატრს ვიცნობ და აქედან გამომდინარე მიხარია, რომ აი ამ შემადგენლობასთან მიწევს ახლა მუშაობა. ძალიან საინტერესო პროცესს გავდივართ. ეს ორმხრივია, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ რეპეტიციაზე არის საოცარი განწყობა, საოცარი ატმოსფერო, ის რაც ყველაზე მეტად ჭირდება მომავალი სპექტაკლის ჯანსაღ დაბადებას. აქვე მინდა აღვნიშნო ტექპერსონალი, ტექნიკური პერსონალი საოცარი ბათუმის თეატრის, რომელიც ფუსფუსებს ახლა ჩვენთან ერთად ჩართულია, ეს ხალხი არ ჩანს. ეს ხალხი ყოველთვის კულისებს მიღმა არის და უნიშნულოვანესი მათ გარეშე წარმოუდგენელია, რომ მომავალი სპექტაკლი დაიბადოს. რეპეტიციებზე ყავა არ გვაკლია, წყალი არ გვაკლია, შაქარი რამე ხომ არ გტივა, სიცხე ხომ არ გავს, ყურადღება მართლა გავიდაალებო ტექნიკურმა წარმომადგენელმა ფარდა რო არ გახსნას, მოგიწევს საკუთარ თავისთვის თამაში. იცი რა არის მსახიობი რო გზნობ თავს, კომფორტში, ამაზე დიდი კომფორტი არ არსებობს და ეს ნამდვილად არის ბათუმის დრამატულ თეატრში. მიშიკო მოკლედ მსახიობისთვის ყოველი ახალი როლი გამოცდილებაა და ყველა რეჟისორს თავისი მიდგომა აქვს და როგორც მსახიობი ხა ამ ახალ რეჟისორებთან აღმოაჩენ ხოლმე თავიდან საკუთარ თავს. შენს როლზე გვესაუბრე დამოკიდებულებაზე და აი ამ პროცესებზე. პირველ რიგში გამარჯობათ, მივესალმები ტელემაყურებელს.
ჩემთვის ძალიან საინტერესოა ბატონ გიორგისთან მუშაობა, იმიტომ რომ ჩემთვის ახალია პირველად ვარ ბატონ გიორგისთან და ძალიან საინტერესო მიგნებები აქვს რაღაცა ის საინტერესოდ მუშაობს დამოკიდებულებით აი ეძებს რაღაცას თქვენში რაღაცა სიახლეს აი შენ თვითონაც გიხარია რომ რაღაც ახალს და საინტერესოს ნახულობ და ჩემთვის ძალიან კარგი პროცესია და ეხლა თქვენ კარგად წარმოგიდგენიათ მე რა პროცესში ვართ მიწურულია უკვე გული დუგდუგებს ძალიან ვეღამე იქ ვართ ახლა გამარკვიეთ მიშარის თავარ როლში? თავარი მოღალატე ერთ-ერთი მთავარი როლი. სპატაშორის სახელწოდებას ყოველთვის აღნიშნავ, ეხლა ადრე იყო ესე აფიშები რომ გაიგდა, ეხლა სოციალურ ქსელში, ნუ ეს ვიდეოები ისა ესე ძალიან კარგად არის ეს პოპულარიზაცია, მაგრამ აი სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და პირველი ღალატი რაც არის ეხლა იმენა და აქტუალური თემაა ზოგადად ამ ეპოქაში რომ არის დამაინტრიგებელი. რა ხდება მოგვიყვება? რომელ ღალატზეა და რა პერსონაჟია პირადად შენ? ხო, ნუ არის რაღაცები ხარ რაღაცები მე მოუყვე. ძალიან დასპოილერო, მაგრამ გავისია, რაღაცა ერთი რაღაც პერსონალური ღალატია, სამშობლოს ღალატია. აი ზუსტად პერსონალურ ღალატზეც არის საუბარი და სამშობლოს ღალატზეც. ანუ მათ შორის პარალელია, აი მაქსიმალური რაც შემიძლია თქვა. კარგი, შენი პერსონაჟი ვინ არის? რა არის ასაკეთებს? შენი პერსონაჟი ერთ-ერთი ქართველი ბიჭია, რომელიც უნდა მოუყვე, არ გამოვა რა. აი ცოტა ბოლო აღარ თქვა. ბოლო, აი რო დავიწყო უკვე ბოლო უკვე ნახელი იქნება და შესაბამისად. რეჟისორს ხო იხილეთ მოგზანდით ნახეთ. თორე საკმაოდ დადებით პერსონაჟს თამაშობს. თურმე რაში ყოფილის? და ერთ-ერთი იმედი არის იმ თაობის, რომელ თაობამაც უნდა ხვალინდელი დღე დაბადოს ჩვენი ქვეყნის. ამ ხრივ არის აქტუალური, ძალიან ბევრი პარალელებია და სწორედ იმიტომ არის კარგი მასალა, რომ ამდენი ხნის წინ დაწერილი თავისი სათქმელი, თავისი იდეით აქტუალურობას არ კარგავს. მე მხოლოდ ენაზე ვთქვი, რომ სალაპარაკო ენა რედაქტირებას მოითხოვდა, იმიტომ რომ ძალიან არქაული იყო, თორე შინაარსი, იდეა, ყველაფერი ისეთია, რომ გეგონებათ გუშინ დაიწერა. იმდენად აქტუალურია, იმდენად თანადროულია და თან ჩვენ გამოგვაქვს პრობლემა. მე არასოდეს არ მიყვარს, როცა ფიცარნაკიდან ვინმე ჭკუას მასწავლის. ჩვენ გამოგვაქვს პრობლემა, ჩვენ გამოგვაქვს სათქმელი, სატკივარი და მაყურებელი თავად გააკეთებს არჩევანს და დასკვნას. კი ბატონო. ალბათ მხატვრული მიდგომი, ზოგადად ხელოვნების დანიშნულება, ძირითადი დანიშნულება ალბათ მაგაშია, რომ დაგანახავს რაღაც გზები, უბრალოდ რაღაც გზები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მიდის და ნუ კაცმანც სადმე გიყვანს და სადღაც შენ თვითონ უნდა დაინახო გვიდაგვი ბოლოს შუქი. კი ბატონო, აქვე აღსანიშნავია მიშიკოსთან გადავალკითხვით, აი ამ სპექტაკლში ორი ახალი მსახიობი ყავს მოწვეული და პირადად შენთვის, აი როგორც სტუმარ მასპინძლის პოზიციაში და ასევე პროფესიული თვალსაზრისით, რომ გაგვიზიარო დამოკიდებულება. სანამ ნიშა იტყვის მე აქვე დავსძენ, რომ აი სტუმარ მასპინძლობა ახსენე და ჩვენ უკვე ერთად თეატრის მიღმა ზღვაზე ზღვის სანაპიროზე თევზაობაც აი ამ შემოდგენობით მოვასწარეთ და ძალიან კარგი საღამო ვაჩუქეთ ერთმანეთს ამ თვალსაზრისითაც. ბატონი გიორგი აბესალაშვილი, ნინიკო აბესალაშვილი, მამაშვილი არიან და ძალიან კარგი ადამიანები არიან, მოვასწარით დამეგობრებაც, როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, ერთ-ერთი საღამოს მოვიწყეთ, სათევზაოდ გავედით და ავიც ძალიან დადებითად და კარგად ვართ განწყობილი ერთმანეთის მიმართ. მეგობრები არიან ფაქტობრივად. კი ბატონო, საოცარი რანგის არტისტია გია, ძალიან მაღალი რანგის არტისტია და მე მიხარია რომ ესეთივე შვილი ეძდება, ძალიან ნიჭიერი გოგო, რომელსაც ბატონი ნუკრი ქანთარია სტუდენტია. დიახ. ნასტუდენტ არის უფრო სწორედ და აი თქვენ ნინოს შესაძლებლობებში დარწმუნდებით, იმიტომ რომ ბატონ გია ეხა ყველა იცნობს ბატონ გიას და ნინოს შესაძლებლობებში დარწმუნდა. რაც შეეხება მხატვარს, მხატვარი გახლავთ თეო კუხიანიძე, ჩემი მეუღლე ადამიანი, რომელთანაც ერთად მე უკვე საკმაო ხანია ტანდემი მაქვს და მასთან ერთად მუშაობ და ყველა მნიშვნელოვანი ჩემი სპექტაკლები მასთან ერთად გავაკეთე. ძალიან საინტერესო სცენოგრაფია, საინტერესო გადაწყვეტა. მუსიკა როგორც ვიცი, მე მგონი თქვენია, ხო? იგენაცვალე მუსიკა. და ძალიან გულდასმით და ყურადღებით უდგებით ამ საქმეს, იმიტომ რომ ერთი ნოტიც კი არ არის გაჟღერებული ისე, რომ არ გქონდეთ დაფიქრი.
კი, მუსიკას თავისი დრამატურგია უნდა კონდეს, მე არ მიყვარს, როდესაც სპექტაკლში მუსიკა ჟღერს მხოლოდ გაფორმებისთვის. მუსიკას თავისი პარტიტურა აქვს, თავისი თემა, კონკრეტულ ამბავს უნდა ყვებოდეს და შესაბამისად ამ თვალსაზრისით ჟღერს ამ სპექტაკლშიც და ჩემ სპექტაკლში ყველგან. შეიძლება სიტყვები ვერ გაიგო, მაგრამ მუსიკა მიგანიშნოს დაახლოებით რაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მუსიკას თავისი ენა აქვს, თავისი დრამატურგია აქვს და ისე არის თითქოს ცალკე ამბავს ყვება. რა თქმა უნდა, ლაპარაკი და ჟესტები პარალელურად, ხო? რა თქმა უნდა. შეიძლება არ გესმოდეს რას გეუბნებიან, მაგრამ ჟესტებით ხდებოდა კეთილგანწყობა ამაში, ბრაზია, ღალატია თუ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პიესა თქვენ თავად აირჩიეთ თუ შემოგთავაზეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რა არის, როდესაც მე ჩავაბარე ბატონ მიხეილ თუმანიშვილთან ჩვენ ქართული კლასიკური დრამატურგიის ყველა შედევრის რეჟისორული ექსპლიკაცია გავიარეთ მასთან. ანუ ის გვაძლევდა სხვადასხვა პიესებს და ჩვენ რეჟისორები ვარჩევდით და შემდეგ უკვე თითქოს გავდით ამ მასალას, ექსპლიკაციას ვაკეთებდით. ექსპლიკაცია დაახლოებით რა არის, რომ თქვენს ენაზეც რომ გადმოვთარგმნო, არის რომ აი ქუჩაში ვინმე შემთხვევით დაგდებული რომ ნახოს ექსპლიკაცია, მას უნარი უნდა კონდეს იმისა, ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ დადგას. ანუ თითქმის ყველაფერს გადიხარ, როდესაც ექსპლიკაციას ქმნი. და მაშინ გავაკეთე მე ღალატის ექსპლიკაცია, რა თქმა უნდა, ის ჩემი პირველ კურსზე გაკეთებული ის ექსპლიკაცია და ეხლა რასაც ვაკეთებ, საერთო არ არის, მაგრამ მას მე რისი თქმა მინდა, რომ არც მიფიქრია ამ მასალაზე, როდესაც ექსპლიკაცია გავაკეთე. იმისა მიუხედავად, რომ ჩვენ არა ვართ განებივრებულები ქართული კარგი კლასიკური დრამატურგიის აი მრავალი ნიმუშებით, მაინც ამ მასალაზე არ მიფიქრია და როდესაც ბატონმა ნუკრიმ შეამთავაზა, რომ განმეხორციელებინა სპექტაკლი ბატონის თეატრში, უთხარი, რომ აი სარეპერტუარო პოლიტიკიდან გამომდინარე, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელს მიუხედავად იმისა, რომ სრული თავისუფლება მომცა, რაც გინდა გააკეთეო, მითხრა, მე მაინც როცა ვკითხე, მითხრა, რომ აი ღალატზე ხო არ ვიფიქრებდი. ნამდვილად არ ვიფიქრებდი, მაგრამ უყოყმანოდ დავთანხმდი. კარგი საშუალება იყო, კარგი შანსი იყო იმისა, რომ აი ამ მასალაზე, ამ კონკრეტულ შემადგენლობაში, ამ კონკრეტულ თეატრთან ერთად ღალატის ეს თანამედროვე ინტერპრეტირება გამეკეთებინა და მადლობა ბატონ ნუკრის ამისთვის და მადლობა შესანიშნავ თეატრს, ბათუმის თეატრს, ჩემს მეგობრებს, ჩემს ძალიან საყვარელ მსახიობებს და მთელ შემოქმედებით კოლექტივს. რამდენი მსახიობია დაკავებული სპექტაკლში? ესე კი არ ვიცით, ხო. რო ვახსენოთ, ისინიც კარგი იქნება, იმიტომ რომ ეხა გვიყურებენ, გულშემატკივრობენ და ალბათ მოლოდინებიც ისეთია, რომ გავამართლებთ მსახიობებით და მაყურებლის უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ რეჟისორები ყოველთვის აქცენტს აკეთებთ ხოლმე რაღაცა პროვოცირება რომ მოხდეს სწორად. თქვენ სად გავთვლილი ეს ყველაფერი და რა მოლოდინი გაქვთ? გათვლას ბადებს რა, გათვლას ბადებს მასალა, გათვლას ბადებს სათქმელი და გათვლაში იგულისხმება ალბათ სწორი აქცენტები. და ზუსტად მიტანილი თანამედროვე ენით, თანამედროვე ხერხით, თეატრალურით და ფორმით. აი ეს ყველაფერი ამათი კვინტესენცია ბადებს უკვე იმ გათვლას, რომელ გათვლაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. მე ვფიქრობ იდეაზე, მე ვფიქრობ თემაზე და მე ვფიქრობ იმ თეატრალურ ენაზე და ხერხზე, რომლის საშუალებითაც ეს ყველაფერი უნდა დაიბადოს და მაყურებლისთვის გახდეს გასაგები. კი ბატონო, კიდევ ერთხელ დავაანონსოთ საპრემიერო თარიღები და შემდეგ დაგემშვიდობებით. 21, 22, 24 ივნისი ბათუმის თეატრში სუმბათაშვილის ღალატის პრემიერა. წარმატებებს გისურვებთ. დიდ სცენაზე ხო რა დავკონკრეტულად? დიდ სცენაზე და მიხარია რომ აი 17-ში მცირე სცენაზე ჩემი ქალიშვილი დგავს სპექტაკლს და აი ორმაგი ნერვიულობა მაქვს, იმიტომ რომ მარიამს აქვს ჯერ 17-ში და მე უკვე ჩემი ეს. კი ბატონო, გუში მყავდა სტუმრად და არც ქალიშვილმა აღნიშნა მამა რო დგამდა და ეხლა გამიხარდა რომ თქვენ აღნიშნეთ რომ თქვენი ქალიშვილიც დგამს. მოკლედ სრულად ოჯახი ხელოვანები ხართ და ბათუმელებიც იხილოს ეხლა ამ შემოქმედებით
გარემოს და მოლოდინები ალბათ დიდია, გამართლდება და წარმატებებს უსურვებთ ახლა ჩვენ სტუმრებს რეპეტიციაზე აგვიანდებათ.